Toto პრეცედენტი არ არის, ეს არის უკვე დიაგნოზი და ეს დიაგნოზი ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარიზმი, არა ნიშნები, არა რაღაცა სურვილები ან განცხადებები, არამედ ავტორიტარიზმი, როდესაც იმ მუხს, რომელიც რომ არსებობს უკვე თავისთავად ესეც კი უაზრობაა სისხლსამართლის კოდექსში, ასეთი მუხლი რომ არსებობს, ესეც ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი ნორმაა, მაგრამ აი ამ ნორმას რო გამოიყენებ მედიის წინააღმდეგ, გამოიყენებ ცილისწამების ჩამნაცვლებელ ნორმა და გამოიყენებ გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლად, ზუსტად ეს არის ავტორიტარიზმის მაჩვენებელი, იმიტომ რომ ეს ნორმა, როდესაც გააქვს შენ, როდესაც ადამიანის თავისუფალი აზრი, ადამიანის გამოხატულება ან ადამიანის ან ჟურნალისტის კონკრეტული პროფესიული საქმიანობა შეიძლება აი ამ ნორმის ქვეშ მოაქციო, შენ ზუსტადად ცდილობ გამოხატვის თავისუფლების არა რეგლამენტირებას, არამედ გაუქმებას მთლიანად, იმიტომ რომ ჩვენ იდეაში თავის დროზე, როდესაც იწყებოდა არა ფორმალური მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება, არამედ აი საბჭოთა კონცეფციებიდან საქართველოს გამოსვლა მთლიანად, ხო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, მნიშვნელოვანი თემა იყო ცილისწამების პატივისა და ღირსების საკითხების დეკრიმინალიზაცია, ეს იყო ის საკითხები, როდესაც გამოხატვის თავისუფლების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თანამედროვე ევროპული სტანდარტები მკვიდრდებოდა საქართველოში და ჩვენ ამაზე ვთანხმდებოდით, რომ ეს არის ჩვენი განაცხადი და უცბად 20 წლის შემდეგ აი ამ ცვლილებებიდან ჩვენ ვიღებთ როგორ რეალობას, რომ ჟურნალისტმა გააკეთა რაღაც მასალა, რომელიც არ მოეწონა ამ ჟურნალისტური პროდუქტის პერსონაჟს და მან თქვა, რომ რომელიც დაახლოებულია რეჟიმთან. მაგაზე არასწორ, ხო დაახლოებული, თუნდაც არ იყოს დაახლოებული, ხო? მან ჩათვალა, რომ ეს არის ცილისწამება მის მიმართ, არის თუ არა ცილისწამება ეს სხვაგან გასარჩევი თემა, როგორც წესი მედიაში ასეთი ტიპის პრობლემაზე, ასეთი ტიპის დილემაზე პროფესიული თვითრეგულირების მექანიზმები მუშაობენ თამ სოფლიოში, ხო, დემოკრატიულ სოფლიოს გულისხმობ და თუ ეს მოქალაქემ, ერთმა მოქალაქემ მეორე მოქალაქეს დასდო ცილისწამება, ეს სამოქალაქო გარჩევის თემაა. ჩვენ ახლა რას ვიღებთ, რომ მოქალაქეს რომ მოქალაქეზე ესე თქვა, ისიც კი ცრუდასმენის მუხლით უნდა გასამართლეს, ანუ პრაქტიკულად ჩვენ ცილისწამების კრიმინალიზებისკენ მივდივართ, ანუ მივდივართ ძალიან შაუგნელი საბჭოთა კავშირისკენ, აი ისეთი საბჭოთა კავშირის პრაქტიკისკენ, როდესაც დანოსებით, როდესაც ანონიმკებით ხდებოდა ადამიანების გასამართლება და მეორე მხრივ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ მედიაში ნებისმიერი ტიპის გამოკვლევა, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის გავრცელება შეიძლება იყოს ამ აბსურდული ბოდვა სისხლისამართლებრივი ნორმის ამოქმედების საფუძველი, იმიტომ რომ ახლა შეიძლება ჩვენ აქ 4 ადამიანმა ვისაუბროთ და ვთქვათ ისეთი რამ, რომელიც ვიღაცას არ მოეწონება, ჩათვლის რომ ეს არის ცრუდასმენა, თუ გადავალთ ვინმეს კონკრეტულ საქმიანობაზე, ხო? იტყვის რომ ცრუდასმენა ის. მე შეიძლება დაიჭირონ ეს მაგალითად, მაგრამ ხო, ახლა არა. კი, ეს შეიძლება იყოს თუ მე ვიტყვი ამას, ჩემი როგორც ამ გადაცემის სტუმრის სისხლისამართლებრივი დევნის საფუძველი, მაგრამ იყოს ხვალ თქვენი სისხლისამართლებრივი დევნის საფუძველიც, იმიტომ რომ ეს არ აღკვეთეთ. და აი ეს არის ზუსტად ის მექანიზმი, რომელიც პირდაპირ აქ არ არის მინიშნებაზე საუბარი, ეს არის დიაგნოზი. ეს არის დიქტატურის სინდრომი.